აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომას მთავრობის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა. სხდომას საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ვახტანგ ყოლბაიამ იმ სოციალურ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვისა და მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდულ საგანმანათლებლო პროექტებზე. ისაუბრა აფხაზური ენის პოპულარიზაციაზეც, რომლის სწავლება აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებში მიმდინარე წელს იქნა შემოღებული. ერთ-ერთ სერიოზულ მიღწევად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ მომზადებული გადაცემა აფხაზეთი მიიჩნია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით ქართულ და აფხაზურ ენებზე გადაიცემა. იქვე განმარტა, რომ გადაცემა ობიექტურ ინფორმაციას ავრცელებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა. ვახტანგ ყოლბაიას განმარტებით, დევნილი მოსახლეობა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები ჯანმრთელობის გაუარესების მაღალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნებიან. ამიტომაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას არაერთ ცნობილ სამედიცინო კლინიკასთან აქვს მემორანდუმი გაფორმებული, რომლის ფარგლებში დევნილებს მედიკოსთა მრავალპროფილიანი ბრიგადები უფასოდ ემსახურებიან. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო რეფერალურ პროგრამაზე, რომლითაც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული აფხაზი პაციენტები სარგებლობენ. მომხსენებელმა განხორციელებული პროექტების ამსახველი ვიდეო მასალაც წარადგინა. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა იმ პრობლემებსა და საკითხებზე ისაუბრა, რაც დღეს დევნილ მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს და განაცხადა, რომ წინა წლებთან შედარებით დაიხვეწა იძულებით გადაადგილებული პირების მონაცემთა ბაზა. მეტ-ნაკლებად მოგვარდა დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის პრობლემა, რაშიც მან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წვლილზე მეუთითა. თუმცა, როგორც ვახტანგ ყოლბაია აღნიშნავს, ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის გია ვოლსკისა და სხდომის მონაწილე დეპუტატების შეფასებით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა დადებითად შეფასდა. ძალიან ყურადსაღები იყო ის, რომ მათ ჰქონდათ საზღვარგარეთ ვიზიტები, რომელიც ემსახურება აფხაზეთის თემატიკის გატანას ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და დამერწმუნეთ, რომ ამას აფხაზეთის მთავრობაზე უკეთესად ალბათ ვერავინ არ მოიფიქრებს, იმიტომ რომ და ვერავინ არ მოახერხებს, იმიტომ რომ ყველაზე უფრო მეტი ინფორმაცია და ყველაზე უფრო დიდი პროფესიონალები ამ საკითხისა სწორედაც რომ აფხაზეთის ხელისუფლებაში არიან ამჟამად. და ვფიქრობ, რომ ის პოტენციალი, რომელიც გააჩნიათ ამ ადამიანებს და ის ფასდაუდებელი გამოცდილება, რომელიც მათ აქვთ, აუცილებლად არის გამოსაყენებელი ქართულ-აფხაზური და ზოგადად კონფლიქტების დარეგულირების თემატიკაში. ამიტომაც იყო, რომ დღეს სწორედ აი ამ კომისიის ფარგლებში იქნა მოსმენილი აფხაზეთის მთავრობის ანგარიში. ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა ამასთან ერთად ის მომავლის ხედვები, რომელიც ხელისუფლებას აფხაზეთის მთავრობას გააჩნია ამ საკითხებთან დაკავშირებით და როგორც გავარკვიე დღეს კომისიაზე მომდევნო შეხვედრები უკვე სწორედ აი ამ ხედვებსა და აი ამ გეგმებს დაეთმობა. პრობლემები ძალიან ბევრია და მათ გადაჭრა ჭირდება, მაგრამ იმ შესაძლებლობიდან რაც დღეს არსებობს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოში, მე მგონი მაქსიმალურად კეთდება ყველაფერი. მაგრამ ბევრი სხვა საკითხი არის, რომლებიც ერთ შეხედვით თვითონ მთლად პრიორიტეტული არ არის, მაგრამ ესე არ არის. ეს არის განათლება, ეს არის სპორტი, ეს არის საკონტაქტო წერტილები, სადაც ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს ველაპარაკოთ, იქ დარჩენილ ადამიანებს და ჩვენ. იყო შეკითხვები, რომლებიც სწორია, უნდა იცოდნენ დეპუტატებმა, როგორი ხარჯება ბიუჯეტი, რა ხდება და მე მგონი პასუხიც საკმაოდ ამომწურავი იყო. მე ვფიქრობ, გაცილებით მეტია გაკეთებული, ვიდრე ჩვენ მოვასწარეთ საუბარი. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ გვექნება შეხვედრა უკვე სამომავლო გეგმაზე. შევაფასებდი პოზიტიურად. ძალიან დიდი მუშაობაა გაწეული იმისათვის, რათა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი საზოგადოების მეშვეობით და იმ სტრუქტურების მეშვეობით, რომელსაც მთავრობა განაგებს, შეინარჩუნონ, გადაარჩინონ და სამომავლისათვის მოამზადონ აფხაზეთი, რომელიც დაბრუნდება. ესეთი სიმბოლური აფხაზეთი არსებობს, მაგრამ ეს სიმბოლიკა საკმაოდ პრაქტიკული სტრუქტურებით და პრაქტიკული საქმეებით არის შევსებული. ასე რომ ვფიქრობ, წარმატებულია მუშაობა,
რაღაც საკითხებზე არსებობს შენიშვნები, წინადადებები, ამაზე ცალკე ვისაუბრებთ. რაც შეეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამომავლო გეგმებს და ხედვებს, ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ მათ გააჩნიათ ახალი ინოვაციური პროექტები, რომლებიც უკვე 2016 წლის საქმიანობაში აისახება. ჩვენთვის პრიორიტეტია განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა და მსგავსი პროექტები. ენგურგაღმა ჩვენ მოვილაპარაკეთ ამ ანგარიშის წინ, რომ ამ კომისიაზე იქნებოდა მოწვეული შემდგომში ის სამინისტროები, რომელთანაც ჩვენ თანამშრომლობდა, გვინდა თანამშრომლობა, რომელთაგან ჩვენ ველით ქმედით პრაქტიკულ მხარდაჭერას. არ არის ლაპარაკი მაინც და მაინც ფინანსურ თუ მატერიალურ მხარდაჭერაზე, ზოგადად თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საზღვისპირა რეგიონში. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს მომავლის თემაა და დღევანდელი თემის დღის წესრიგი იყო საკმაოდ ლაკონური, ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. რაც შეეხება მომავალს, ხედვებს, სტრატეგიას, ეს მომავლის საქმეა.